ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას გუდაურის განვითარების ფონდს პარასკევს 20. დღევანდელი პრესკონფერენცია ეხება გუდაურის განვითარების ფონდის საქმიანობას. ჩვენს ხელთ დღეს ამ მოცემულობით არის დოკუმენტაცია, რომელიც გუდაურის განვითარების ფონდიდან კონკრეტულ ფინანსურ ანგარიშგუნვას ეხება. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2011 წელს საქართველოს მთავრობის სპეციალური განკარგულებით გუდაურის განვითარების ფონდს ექსკლუზიურად შეზღუდულ ვადებში მეეცა უფლება შეერჩია ტენდერის გარეშე კომპანია, რომელიც დაბა გუდაურში ახალი სოფელის ტერიტორიაზე ააშენებდა სასტუმროს. გუდაურის განვითარების ფონდის მიერ შერჩეული იქნა კომპანია შეპესე ჯორჯიან განსი, რომელიც მანამდე არ ფიქსირდება არც ერთ მსხვილბიუჯეტიან პროექტში, როგორც ავტორი და მონაწილე. და გუდაურის განვითარების ფონდმა ჯორჯიან განსთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჯორჯიან განსი ვალდებულებას იღებდა, რომ 2012 წლის 31 ივლისამდე დაბა გუდაურში ახალი სოფელის ტერიტორიაზე ააშენებდა სასტუმროს. პროექტის საერთო ღირებულება არის 6 მილიონზე მეტი ლარი. და დღეის მდგომარეობით უკვე 2012 წლის ბოლოსაც კი აღნიშნულ ტერიტორიაზე არც კი დაწყებულა სასტუმროს შენებობა. იქ არ განხორციელებულა პროექტის შესაბამისად არავითარი ინვესტიცია და შესაბამისად კითხვებს იწვევს თანხის ხარჯვის პროცესი და ზოგადად თუ საწავი და 6 მილიონზე მეტი ლარი. ჩვენ გვაქვს შეკითხვები გუდაურის განვითარების ფონდთან. კერძოდ, რატომ შეირჩა მაინც და მაინც ჯორჯიან განსი, რომელსაც აქამდე არ ქონია გამოცდილება ასეთი მსხვილბიუჯეტიანი პროექტებში მონაწილეობისა, რატომ არ იქნა დასრულებული პროექტი ხელშეკრულების მიხედვით შესაბამის მოცემულ ვადაში და მხარეთა ვალდებულებების დარღვევის შემდეგ, რატომ არ იქნა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარებული შემსყიდველის ანუ გუდაურის განვითარების ფონდის მხრიდან. ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად პარასკევს 23 ნოემბერს ვიწვევთ საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების ქართული ოცნება თბილისის თავისუფლების და ქრისტიან-დემოკრატების გაფართოებულ ღია სხდომაზე, იმისთვის რომ დასმულ და არსებულ შეკითხვებზე მივიღოთ პასუხები. იმ შემთხვევაში თუ კი თანხის ხარჯვასთან მის ადრესირებასთან და ზოგადად ჯორჯიან განსისა და თბილისის გუდაურის განვითარების ფონდთან მიმართებით ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე პასუხები არ იქნა მიღებული და უბრალოდ არ შედგება კომუნიკაცია ამ თვალსაზრისით ჩვენ შორის, მაშინ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია, რომელიც ახლა ჩვენს ხელთ არის, ხელშეკრულება, მთავრობის დადგენილება და კომპანიის რეკვიზიტები შესწავლის მიზნით გადავსვით მთავარ პროკურატურას. 2011 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე CSIP გუდაურის განვითარების ფონდმა გამარტივებული შესყიდვის წესით შეპესე ჯორჯიან განსთან გააფორმა ხელშეკრულება გუდაურში სასტუმროს შენობასთან დაკავშირებით. ეს ხელშეკრულება იწურება 1 დეკემბერს. მინდა დავაზუსტო, ცალსახად აღნიშნო, რომ ეს ხელშეკრულება არ შემწყდარა 2012 წლის ივნისში, როგორც გაკეთდა კომენტარში. ეს ხელშეკრულება სრულდება 1 დეკემბერს. ჯორჯიან ჯენესის შესრულების მიხედვით აბსოლუტურად ყველა თანხები ანაზღაურებულია გუდაურის განვითარების ფონდთან და ეს შესრულება დადასტურებულია სამხაროული სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ჩვენ იმის გამო, რომ ნოემბრის დასაწყისში გრაფიკს სერიოზული ჩამორჩენა იყო გრაფიკზე, ჩვენ მიწერ-მოწერა დავიწყეთ უკვე შემსრულებელ კომპანიასთან და თუ ვალდებულებები შესრულებული არ იქნება ამ წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, CSIP გუდაურის განვითარების ფონდი მიმართავს კანონით განსაზღვრულ ყველა ზომას და გადაიტანს ამ საკითხს სამართლებრივ ჭრილში. სასტუმროს მშენებლობა დაწყებულია, კარკასი სასტუმროს აშენებულია, სასტუმროს გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს და მინდა ვთქვა, რომ რამოდენიმე კომენტარი გაისმა, რომ სასტუმროს მშენებლობა არც დაწყებულა. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ავიდეს გუდაურში და ცალსახად ნახოს, რომ სასტუმროს მშენებლობა დაწყებულია, კარკასი მშენებლობის დასრულებულია და ყველა ის ვალდებულება, რომელიც აკისრია ამ კომპანიას, თუ პირველ რიცხვებამდე, დეკემბრის პირველ რიცხვებამდე არ იქნა შესრულებული, უკვე CSIP გუდაურის განვითარების ფონდს სათანადო მიმოწერა კონტრაქტორთან
გამართული აქვს და მიმართავს ესე είπε გუდაურის განვითარების ფონდი კანონით გათვალისწინებულ პროცედურას. როგორ მოხდა ამ კომპანიის ხელში, ანუ ეს კომპანია რატომ აიღო? მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ სასტუმროს მშენებლობა ზამთრის თვეში. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის განკარგულება იყო გამარტივებული შესყიდვის წესით უფლება მოეცა გუდაურის განვითარების ფონდს. ჩვენ მოლაპარაკებები ვაწარმოეთ რამოდენიმე კომპანიასთან და ამ კომპანიათა შორის ერთ-ერთი კომპანია იყო ის, რომელიც დათანხმდა ზამთრის პირობებში გუდაურში სასტუმროს მშენებლობას. თქვენ აღარ დაინტერესებუხართ, იმიტომ რომ ამ კომპანიას განსხვავებული პროექტები არ აქვს შესრულებული და ბუნებრივია. ეს კომპანია მინდა გითხრათ, რომ ეხლა გუდაურში აშენებს რამოდენიმე ობიექტს, მათ შორის ერთ-ერთ სასტუმროს და იმის თქმა, რომ ეს ამ კომპანიას არანაირი მსგავსი პროექტები განხორციელებული არ აქვს, არ შეიძლება, იმიტომ რომ ეხლაც კი ის ერთ-ერთ სასტუმროს კერძო ინვესტორს უშენებს გუდაურში. ის კი არა რომ მე გადავწყვიტე და გავწყვიტე და